თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის მე-11 საერთაშორისო კონკურსი ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების კონცერტით გაიხსნა. მსმენელთა წინაშე წარდგნენ ცნობილი ქართველი მუსიკოსები. მონაწილეობდნენ პიანისტები თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი და დიდი პიანომენი, ასევე ჩელისტი ლიზი რამიშვილი, მევიოლინე გიორგი ხაინდრავა და ფლეიტისტი ირაკლი ევსტაფიშვილი. აღსანიშნავია, რომ კონკურსი 24 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. მასში მონაწილეობენ 6-დან 25 წლის ასაკის ახალგაზრდა პიანისტები. თენგიზ ამირეჯიბის სახელობის კონკურსი უკვე მე-11-ით ტარდება, ფესტივალი კი მე-13-ით. კონკურსი ცოტა მოგვიანებით ჩამოყალიბდა და იქცა საერთაშორისო კონკურსად. წლევანდელი წელი ნამდვილად გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი ქვეყნიდან ყავს მონაწილეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კონკურსისთვის, იმიტომ რომ პირველ რიგში თენგიზ ამირეჯიბის სახელი კიდევ უფრო ფართოდ გახდება ცნობილი და გარდა ამისა გაიცნობენ იმ ულამაზეს მხარეს, რასაც ბორჯომი ქვია.